მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. კარგი ხანი არ გამოუჩენილ ვარ თქვენთან, მაგრამ დღეს ჩავთვალე საჭიროდ, რომ შეგატყობინოთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რადგან რა თქმა უნდა გამოვიდა ვიდეო რგოლი ბატონი გუტკინის და მისი მეუღლის ლიზა გუტკინის, რომლებიც საუბრობენ ძალიან მნიშვნელოვან რამეზე. ეს არის პროდუქტი, რომელმაც მთელ სოფლიოში ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია და მით უმეტეს, როდესაც ლივგუდში შეიქმნა ეს პროდუქტი, ეს კიდევ უფრო მეტი აჟიოტაჟია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უკვე ვიცით ლივგუდის პროდუქტმა რა შედეგი დადო და ეს მთელ სოფლიოშია უკვე ცნობილი, ამ პროდუქტმა აალაპარაკა მთელი სამყარო. და მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ, ვინ არიან ეს ბატონი და ეს ქალბატონი, მეუღლეები, გუტკინები, ესენი არიან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები, რომლებმაც უამრავ მეცნიერულ სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა და ძალიან სერიოზული შედეგები დადეს კაცობრიობის სასიკეთოდ. ახლა ეს ადამიანები არიან თავისთავად კომპანია ლივგუდის მსოფლიო დონის კომპანიის ასე ვთქვათ, თანადამაარსებლები და ამ ადამიანებმა შექმნეს პროდუქტი და დაარღვიეს და დაანგრიეს ის სტერეოტიპი, რომ სულაც არ არის აუცილებელი რაღაცა იყოს ძვირიანი და სწორედ იმიტომ ხარისხიანი. ზუსტად ეს სტერეოტიპი დაინგრა, რომ შესაძლებელია სწორედ ლივგუდის მეშვეობით იყოს რაღაცა მისაწვდომი ფასით და საოცრად ხარისხიანი, იმიტომ რომ ამ პროდუქტის ხარისხმა უბრალოდ სიტყვები კი არა თქვა, მთელ სოფლიოში დადო საოცარი შედეგები და თქვენც ხვდებით მეგობრებო, ვინც ესწრებით ჩვენს პრეზენტაციებს ლივგუდის საქართველოს ჩატში, თქვენ ხედავთ, აქ თვალნათლივია თუ რა შედეგებს დებს ეს პროდუქტი და რა საოცრებებს ახდენს, ის რაც აქამდე არსად ისტორიაში არ მომხდარა. ამიტომ დღეს გვაქვს რუბრიკა ყავა ლივგუდთან. ყველა მიჩით, რომ ყავა ლივგუდთან შეხვედრა არის თავისუფალი თემებით და ჩვენ, რა თქმა უნდა, ავირჩიეთ ეს თემა, რაც მიუთითებს სწორედ იმ საკითხებზე, რაც ძალიან მტკივნეულია მთელი სოფლიოსთვის. ეს არის შაქრის დიაბეტი. 98% კაცობრიობის არ მოგესმათ, 98% კაცობრიობის დღეს არის სწორედ ამ პრობლემის ასე ვთქვათ შეტევის ქვეშ. და ეს არის ვერაგი ავადმყოფობა, რომელიც ანადგურებს ორგანიზმს ისე, რომ ადამიანი ზოგჯერ ვერც კი ხვდება რა პროცესები მიმდინარეობს მის ორგანიზმში. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ასევე იქნება საუბარი ამ პროდუქტზე, რომელიც არა მხოლოდ შაქრის დიაბეტზეა, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული, არამედ ასევე ძალიან ბევრ რამეზე, რაზეც ბატონი გუტკინი და მისი მეუღლე ისაუბრებენ. ამ პროდუქტზე ამბობენ, რომ ეს მთელ სოფლიოში ცნობილია ეს, რომ ის შველის და კურნავს ყველაფერს გარდა სიკვდილისაო. დაახლოებით ალბათ ხვდებით რა პროდუქცია საუბარი და რამდენად მნიშვნელოვანია ყველა თქვენთაგანისათვის ამის შესახებ ცოტა უფრო დეტალურად მოისმინოთ იმ ადამიანებისგან, ვინც შექმნა ეს პროდუქტი. ხო მართალია? ამიტომ მე კი შევქმენი ერთი ვიდეო რგოლი, რომელიც მიუძღვენი სწორედ ამ თემას, მაგრამ ეხლა თქვენ ხვდებით, სად ჩემს მიერ გაჟღერებული ინჟინერის მიერ გაჟღერებული თემა, რომელიც ეხება ამ მნიშვნელოვან საკითხს და თვითონ იმ ადამიანების გაჟღერებული, ვინც შექმნა ეს პროდუქტი, ვისაც ძალიან კარგად ესმის ამ პროდუქტის მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო რელევანტური და ბევრად უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის. ამიტომ ძვირფასო მეგობრებო, მე სპეციალურად, რა თქმა უნდა, მე ყველა პრეზენტაციაზე ასეთი სიტყვით არ გამოვდივარ, ხომ? მე ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, სწორედ ამიტომ ჩავთვალე, რომ მოგმართოთ, აგიხსნათ ამის შესახებ, რომ არ გამოუშვათ ეს მომენტი,
და აუცილებლად დაესწარით არა მხოლოდ თქვენ, არამედ თუ კი ვინმე გეგულებათ ახლობლობაში, ნაცნობობაში, ნათესაობაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ყველანი მოიწვიეთ, რომ ყველამ მოისმინოს და ყველამ მიიღოს ის ბედნიერება, რასაც ჩუქნის ადამიანებს კომპანია ლივგუდი. ცოტა ხნის წინ ეს იყო ორშაბათი დღე. როგორც წესი, ჩვენ ვაჟღერებთ შედეგების შესახებ ყოველთვის 4 შაბათობით საუბრობთ ამ საკითხზე, თუ რა შედეგები გვაქვს, მაგრამ ორშაბათს ისეთი სენსაციური რამ მოხდა, რომ ჩვენ უბრალოდ დავარღვიეთ ჩვენი, ასე ვთქვათ, განწესება და ორშაბათს გავაჟღერეთ საოცარი რამ. დავამარცხეთ ამ პროდუქტებით მეოთხე სტადიის, ყველაზე რთული ფორმის ონკოლოგია, ასევე აგრესიული ფორმის ონკოლოგია იმ დონეზე, რომ ამ ადამიანს კვალიც აღარ დარჩა ამ ავადმყოფობის. ალბათ ხვდებით რა პროდუქტზე გვაქვს ჩვენ საერთოდ საუბარი. გიწევთ, ფიქრობ, იქნება საინტერესო, პროდუქტიული და ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ადამიანისთვის დღევანდელი თემა. მადლობა ყურადღებისთვის, გელოდებით გულწრფელად. გისურვებ ჯანმრთელობას. მოგესალმებით მეგობრებო. ლიზა ხომრობს ჩემს მარცხნილობაზე. დრო უკვე შევიჭრა თმა, მაგრამ რაც თავარია, ძალიან მიხარია რომ კოლაგენი მუშაობს. დიდი მადლობა რომ დღეს ამ ორშაბათს შემოგვიერთდით. ყოველთვის საინტერესოა ახალი პროდუქტის წარდგენა, მისი სარგებლის განხილვა და ის თუ რატომ არის ის განსაკუთრებული. დღეს ვსაუბრობთ ერთ საოცარ პროდუქტზე. შავი ჯავშის ზეთზე, რომელიც ხვალიდან უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ჩვენი ლამაზი ბოთლი ხელში, მაგრამ არ გვინდოდა დაგვეგვიანებინა, რადგან თქვენ უნდა იცოდეთ, რა საგანძურთან გაქვთ საქმე. ყველაფერი მის შესახებ უნდა იცოდეთ. შავი ჯავშის ზეთი უძველესი და დროიდან ცნობილია როგორც კურთხეული თესლი. ის გამოიყენებოდა ახლო აღმოსავლეთში, აზიაში, აფრიკაში. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. მისი კვალი აღმოჩენილია თუთანხამონის სამარხშიც. ეს მეტყველებს მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი? ძირითადი სარგებელი, სისხლში შაქრის და მეტაბოლიზმის რეგულაცია. კვლევები აჩვენებს, რომ ის ეხმარება ნორმალური გლუკოზის დონის შენარჩუნებას და ინსულინის მიმართ გრძნობელობის გაუმჯობესებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტის, ჭარბი წონისა და მეტაბოლური დარღვევების დროს. იმუნური სისტემის გაძლიერებას ეხმარება, ხელს უწყობს ინტერფერონის გამომუშავებას, რომელიც ორგანის ინფექციებისგან იცავს. სიძლიერე ანთების წინააღმდეგ. შავი ჯავშის ზეთი ბლოკავს ანთების გამომწვევ ფერმენტებს, ზუსტად ისე, როგორც ზოგიერთი ცნობილი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. ასევე ამცირებს ციტოკინურ ქარიშხალს, ინტერლეიკინებსა და სხვა ანთების მედიატორებს. ტვინისა და მეხსიერების ხარდაჭერა. დადებითად მოქმედებს აცეტილქოლინზე, რომელიც აუცილებელია ყურადღებისა და მეხსიერებისთვის. გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობა. ამცირებს ქოლესტერინის დონეს, არეგულირებს წნევას, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას. საჭმლის მომნელებელი და სუნთქვის სისტემა. ამსუბუქებს გაზებს, დისკომფორტს. აწყნარებს სასუნთქ გზებს. სასარგებლოა ალერგიის, ასთმისა და ბრონქიტის დროს. ანტიოქსიდანტური ძალა იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან, რაც მთავარი მიზეზია მრავალი ქრონიკული დაავადებისა. შავი ჯავშის მთავარი აქტიური ნივთიერება არის თიმოქინონი, რომელიც განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს ანთებასა და იმუნიტეტზე. დამატებითი სარგებელი, იცავს ღვიძლსა და თირკმელებს, ხელს უწყობს კუჭისა და ნაწლავების მუშაობას, ებრძვის ჰელიკობაქტერიას. ანტიბაქტერიული და ანტიპარაზიტული მოქმედებაც აქვს. აუმჯობესებს კანისა და თმის მდგომარეობას. შესაძლებელია მისი გარეგანად გამოყენებაც. როგორ მივიღოთ? ჩვენ შევქმნით გელის კაფსულები, რომლებსაც არ აქვთ ძლიერი გემო და მარტივია რეგულარული მიღება. რეკომენდირებული დოზა 2 კაფსულა დღეში, 1000 მილიგრამი სტანდარტიზირებული 5%-მდე თიმოქინონით.
შეიძლება მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ორსულებს არ ურჩევენ მიღებას უსაფრთხოების საკმარისი კვლევის არსებობის გამო. ადგილობრივი გამოყენება. შეგიძლიათ გახსნათ კაფსულა და გამოიყენოთ ზეთი კანზე, შრამებზე, მშრალ ადგილებზე, თმისა და ფრჩხილების გასაძლიერებლად. ასევე შეიძლება შერეული იყოს კრემთან ან ზეთთან დამატებითი სარგებლობისთვის. უსაფრთხოება. შეინახეთ გრილ-მშრალ ადგილას, ფრთხილად იყავით თუ იღებთ სისხლის გამათხელებელ წამლებს, რადგან ზეთმაც შეიძლება დაასუსტოს შედედება. ეს არის პროდუქტი, რომელსაც 1000 წლეულების ისტორია აქვს. ფარაონების დროიდან თანამედროვე მეცნიერებამდე. ახლა ის თქვენთვის ხელმისაწვდომი ხდება ყველაზე დაბალ ფასად ბაზარზე. ხვალიდან შეგიძლიათ შეუკვეთოთ, გახსოვდეთ, მუდმივი მიღება აუცილებელია, რადგან ეს ბუნებრივი დანამატია და შედეგს ეტაპობრივად გაძლევთ. სამეცნიერო საფუძველი და მონოგრაფია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც შავი ჯავზის ზეთი ასე მიმზიდველია, არის ის, რომ მასზე არსებობს ოფიციალური მონოგრაფია. ეს ნიშნავს, რომ მისი სარგებელი და მოქმედება აღწერილია სამეცნიერო მონაცემთა ბაზაში, სადაც ყურადღება ექცევა არა მხოლოდ შედეგებს, არამედ კვლევის ხარისხსაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი დეტალური დოკუმენტაცია მცირედ ბუნებრივ პროდუქტს აქვს. ძირითადი აქტიური ნივთიერებები, თიმოქინონი, მთავარი მოქმედი კომპონენტი, რომელიც ანთებას ამცირებს და უჯრედებს იცავს. გარდა ამისა, ზეთში შედის ეთერზეთები, ალკოლოიდები, საპონინები, ფენოლები. ეს ყველაფერი ძლიერი ანტიოქსიდანტებია, რომლებიც ებრძვიან ოქსიდაციურ სტრესს. ოქსიდაციური სტრესი ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმში ჭარბად წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები, რომლებიც აზიანებენ უჯრედებს და იწვევენ ქრონიკულ დაავადებებს. შავი ჯავზის ზეთი ეხმარება ამ პროცესის დაბალანსებაში. დამატებითი სამკურნალო მოქმედებები ეს არის ღვიძლის დაცვა. ამცირებს ტოქსინებით გამოწვეულ ზიანს და იცავს ღვიძლს. სისხლის წნევის რეგულაცია, აქვს სუბუქი ჰიპოტენოზიური ეფექტი. ანტიბაქტერიული და ანტიფუნგალური მოქმედება ეფექტურია სტაფილოკოკისა და კანდიდას წინააღმდეგ. ანტიპარაზიტული მოქმედება ხელს უწყობს პარაზიტების კონტროლს. ანტიჰელიკობაქტერიული მოქმედება ებრძვის ჰელიცობაქტერ პიროლის, რომელიც ხშირად იწვევს კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულებს. პროტივოალერგიული მოქმედება ამცირებს ჰისტამინის გამოყოფას, რაც სასარგებლოა ალერგიული რიტინის დროს. ნევროლოგიური სარგებელი კვლევებით აღინიშნება ანტიკონვულსიული კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედება. ანტიდეპრესანტული და ანტიდიაბეტური ეფექტი დადებითად მოქმედებს ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და გლუკოზის მეტაბოლიზმზე. ამ საკითხზე ცოტა უფრო ვრცლად ბოლოში ვისაუბრებთ. დოზირება და სტანდარტიზაცია. ლივიგოდის კაფსულები შეიცავს 1000 მგ ზეთს სტანდარტიზირებულ 5%-მდე თიმოქინონით. ეს მაღალი კონცენტრაციაა და პროდუქტის ეფექტურობას უზრუნველყოფს. პრაქტიკული ფორმა. გელის კაფსულები ბაზარზე ხშირად გვხვდება ზეთით ხევადის სახით, მაგრამ ბევრი ვერ ახერხებს მის რეგულარულ მიღებას, სპეციფიკური გემოს გამო. ჩვენი ვარიანტი არის მკვრივად დახურული გელის კაფსულები. ადვილი მისაღებია, არ აქვს დამღლელი გემო, უზრუნველყოფს მუდმივ და სტაბილურ მოხმარებას. შავი ჯავზის ზეთს არა მხოლოდ შიგნიდან, არამედ გარეგანადაც აქვს დიდი სარგებელი. კანი, კაფსულა შეიძლება გაიხსნას და ზეთი პირდაპირ წაისვა მშრალ ან გაღიზიანებულ ადგილებზე. ამცირებს სიწითლეს, სიმშრალესა და მცირე გამონაყარს. ხელს უწყობს კანის სილამაზესა და ჯანმრთელობას, მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით. შესაძლებელია მისი შერევა კრემთან ან ლოსიონებთან დამატებითი ეფექტისთვის. თმა და თავის კანი. ზეთი კვებავს ფოლიკულებს, აძლიერებს თმის ძირებსა და ხელს უწყობს ზრდას. ხშირად აზავებენ ზეთს ზეითუნის ან სხვა ბაზის ზეთთან და ისე იყენებენ. ფრჩხილები. კარგი საშუალებაა მტრევადი ფრჩხილების გასამაგრებლად და კანის უხეში უბნების მოსავლელად.
რეკომენდაცია: სანამ სახეზე გამოიყენებთ, ჯერ ზრდის მიზნით წაისვით მცირე უბანზე, რომ დარწმუნდეთ ალერგიულ რეაქციის გამოწვევაზე. რეკომენდაცია: სანამ სახეზე გამოიყენებთ, ჯერ ზრდის მიზნით წაისვით მცირე უბანზე, რომ დარწმუნდეთ ალერგიული რეაქციის გამოწვევაზე. უსაფრთხოების რჩევები: ორსულებს არ ურჩევენ, რადგან კვლევების საკმარისი არ არის. ვისაც აქვს სისხლის გამათხელებელი წამლები, სიფრთხილე სჭირდება, რადგან ზეთმა შეიძლება კიდევ უფრო შეამციროს შედედება. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. არ არის რეკომენდირებული აბაზანაში. რატომ კაფსულები და არა თხევადი ზეთი? ბევრი ცდილობდა სუფთა ზეთის დალევას, მაგრამ გემო ხშირად მყისიერად აწუხებს. მთელი დღე რჩება ეს გემო. სწორედ ამიტომ შეიქმნა გელის კაფსულა, რომელიც უზრუნველყოფს რეგულარულ მიღებას. არა აქვს ძაფრი გემო, მარტივია ყოველდღიური გამოყენებისთვის. რეკომენდირებული დოზა 2 კაფსულა დღეში. მიიღება ნებისმიერ დროს, საკვებთან ერთად, ან მის გარეშე. შედეგის მისაღებად საჭიროა რეგულარული გამოყენება მინიმუმ 3 თვის განმავლობაში. ბუნებრივი დანამატები განსხვავებით წამლებისგან არ მოქმედებს მყისიერად, არამედ ეტაპობრივად. შესანახი პირობები: ეს არის შეინახოთ გრილ მშრალ ადგილას. მოერიდეთ სითბოსა და ტენიანობას. აბაზანაში შენახვა არ არის რეკომენდირებული. ვის არ ურჩევენ? ორსულებს, რადგან უსაფრთხოების საკმარისი კვლევები არ არსებობს, ვინც იღებს სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს, საჭიროა ექიმის კონსულტაცია, გარანტიები და სერტიფიკატები. პროდუქტი არის ცივი დაწნეხვის შემოწმებულ ხარისხზე. სტანდარტიზირებული 5%-ამდე თიმოქონინით. ეს ნიშნავს, რომ თითოეული კაფსულა უზრუნველყოფს მაღალ ეფექტიანობას და უსაფრთხოებას. ფასი და ხელმისაწვდომობა. როგორც ყოველთვის ლივგუდი აწვდის პროდუქტს ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად, ხარისხის კომპრომისის გარეშე. შავი ჯავზის ზეთი იქნება ხელმისაწვდომი ხვალიდან ჩვენს საიტზე. დასკვნა: კურთხეული თესლი. შავი ჯავზის ზეთი საუკუნეების მანძილზე ითვლებოდა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სიმბოლოდ. ფარაონების ეპოქიდან თანამედროვე მეცნიერებამდე. დღეს კი თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მისი სარგებელი მარტივად, ყოველდღიურად, სუფთა და სტანდარტიზირებული ფორმით. ეს არის ბუნებრივი საშუალება, რომელიც ერთდროულად ეხმარება იმუნიტეტის გაძლიერებას, ანთების დაქვეითებას, სისხლის შაქრის რეგულაციას, გულის ტვინისა და ღვიძლის დაცვას, კანის, თმისა და ფრჩხილების სილამაზესა და ჯანმრთელობას. შავი ჯავზის ზეთი და დიაბეტი. ამ საკითხზე ცოტა უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. ინსულინის მოქმედება და შაქრის დონის კონტროლი. დიაბეტი მეორე ტიპის დროს მთავარია პრობლემა არის ინსულინ რეზისტენტობა, როდესაც ორგანიზმი ვერ იმუშავებს ინსულინს სწორად. შავი ჯავზის ზეთის მთავარი აქტიური ნივთიერება თიმოქინონი აუმჯობესებს უჯრედების რეაქციას ინსულინზე, რითაც ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს. კვლევებით დადასტურებულია, რომ მისი რეგულარული მიღება ამცირებს როგორც მშიერ კუჭზე შაქარს, ასევე BA1-ს გრძელვადიან მაჩვენებელს. პანკრეასის დაცვა. დიაბეტის დროს პანკრეასის ბეტა უჯრედები ზიანდება. შავი ჯავზის ზეთი იცავს ამ უჯრედებს ანთებისა და სტრესისგან, ხელს უწყობს მათ მუშაობას და ამით ეხმარება ბუნებრივად ინსულინის გამომუშავებას. ანთების და გართულებების პრევენცია. ქრონიკული ანთება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა დიაბეტიანებს. თიმოქინონი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ამცირებს ანთებას და იცავს სისხლს ძარღვებსა და ორგანოებს, განსაკუთრებით თირკმელებს და თვალებს, რომლებიც ხშირად ზიანდება დიაბეტის დროს. წონის და ქოლესტერინის კონტროლი. ჭარბი წონა და მაღალი ქოლესტერინი დიაბეტის თანმხლები პრობლემებია. შავი ჯავზის ზეთი ეხმარება ცუდი ქოლესტერინის დაქვეითებას და კარგი ქოლესტერინის მომატებას, ასევე ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დიაბეტიანისთვის. რატომ არის ლივგუდის შავი ჯავზის ზეთი განსაკუთრებული? მაღალი ხარისხის ნედლეული ლივგუდი იყენებს ეს არის მაღალი ხარისხის ნედლეული. ლივგუდი იყენებს საუკეთესო ხარისხის შავი ჯავზის თესლებს, რაც იძლევა მაქსიმალურ ეფექტს.
თიმოქონინის მაღალი კონცენტრაცია 5%, ეს არის ის ნივთიერება, რომელიც უშუალოდ მოქმედებს დიაბეტზე. ბევრ ზეთში ასეთი კონცენტრაცია უბრალოდ არ არის. USDA-ის ორგანის სერტიფიკატი გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი არის ქიმიკატებისა და პესტიციდების გარეშე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია დიაბეტიანისთვის. სუფთა ცივი წნეხვით მიღებული ზეთი, ეს მეთოდი ინარჩუნებს ყველა სასარგებლო ნივთიერებას. ფასი და ხელმისაწვდომობა იმ ხარისხის ზეთები, რომლებსაც 5% თიმოქინონი აქვთ და ორგანულია, ჩვეულებრივ მაღაზიებში ძალიან ძვირი ღირს. ლივგუდი კი აძლევს ხალხს მაღალი ხარისხის პროდუქტს, აი ასეთ დაბალ ფასად. დიაბეტიანისთვის შავი ჯავზის ზეთი შეიძლება გახდეს ბუნებრივი მხარდაჭერა და სიცოცხლის გამახანგრძლივებელი ძალა. ამცირებს შაქრის დონეს, იცავს პანკრეასს, ამცირებს ანთებას და გართულებების რისკს, აუმჯობესებს წონისა და ქოლესტერინის მაჩვენებლებს. დიაბეტის მთავარი პრობლემა გართულებებია. სწორედ ამისგან იცავს ადამიანს და მის ორგანიზმს ეს საოცარი პროდუქტი. ლივგუდის პროდუქტი კი უზრუნველყოფს იმ სისუფთავეს და ეფექტურობას, რაც სხვა ზეთებში ხშირად არ არის. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. კარგად ძანდებოდეთ. მოკლედ ეს არის ჩემო ძვირფასებო, აქ იყო ესეთი უმნიშვნელოვანესი ავადმყოფობა, რომელზეც იყო ხაზგასმა სტაფილოკოკი. ჩემი ახლობლებიდან 3 ადამიანია დაღუპული სწორედ ამ პრობლემით. ეს არის ძალიან სერიოზული რაღაც და არ ვიცი, შაქრის დიაბეტზე კიდე ხომ საუბარი არ არსებობს, აქამდე არ არსებობდა მსგავსი არაფერი არსად, რომელიც შაქრის დიაბეტს ასე დაეხმარებოდა. მიუხედავად იმის, რომ აქამდე არ არსებობდა ეს პროდუქტი, ჩვენმა პროდუქტებმა შაქრის დიაბეტზე მანამდე, სანამ ეს გამოჩნდებოდა, უკვე საოცარი შედეგები დადო პირველი ტიპის დიაბეტზეც, მეორე, მაგრამ ეს იქნება კიდევ ალბათ რაღაცა ბომბი ადამიანებისთვის, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს. და ეს პრობლემა, როგორც უკვე გავაჟღერეთ, ძალიან ბევრ ვინმეს აწუხებს და მოსახლეობის 98%-ს სტატისტიკურად გადავხედე მე ამ საკითხს და ეს მას ნიშნავს, რომ ფაქტიურად მთელი მსოფლიო იქნება აღებული ამ პროდუქტით, მთელ მსოფლიოს ეშველება ამ პროდუქტით და ლივგუდი ეს იქნება ის ერთადერთი საარსებო წყარო ამ ადამიანებისთვის, ვინც აი ასეთ საშინელ მდგომარეობაშია. ჩვენ ვიცით, რომ დიაბეტი არის გამანადგურებელი ორგანიზმის, ადამიანს თითქოს და გონი შაქრის დიაბეტი და უბრალოდ ინსულინი ესაჭიროება და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ გვერდითი მოვლენები ყველაზე რთული რამეა დიაბეტისთვის. ზუსტად ეს არის საშინელება, რომ თირკმელი, ღვიძლი, გული, სისხლძარღვები ყველაფერი ნადგურდება დიაბეტის საფუძველზე. ამიტომ ეს მართლა საოცრება გილოცავთ ყველას, ძვირფასო მეგობრებო, რომ მთელი მსოფლიო ცდილობდა აი ამის საწინააღმდეგო საშუალებას რაღაცა, რომ გამოჩენილიყო და ეს გამოჩნდა ლივგუდში. მე უბედნიერესი ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანია ჩემს გარშემო სწორედ ამ მდგომარეობაში. მე მიხარია და მაბედნიერებს ის, რომ ამ ადამიანებს მე დავეხმარებ სწორედ ამ პროდუქტის შესაშვალებით. ეხლა დაველოდებით თქვენს ჩართვებს, გისმენთ ძვირფასო მეგობრებო. დაღამშვიდობის ქალბატონანა, ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი, უკვე სიტყვები აღარ ყოფნის. რა ვთქვათ, როგორ ვთქვათ, ეს რამხელა ბედნიერება გვეწვია, ჩემო ძვირფასებო. აბსოლუტურად ყველა ორგანო ჩამოთვალეს. ყველა ორგანოს ეხმარება და მთლიანობაში ხდება განკურნება, დგება განკურნება. ეს მართლა საოცრებაა. ყველას გილოცავთ, ჩემო ძვირფასო პარტნიორებო, შემობძანებულო სტუმრებო, ყველას გილოცავთ. სად მოხვდით, ჩემო ძვირფასო სტუმრებო, თქვენ კიდევ ვერ გაითავისებთ რა კომპანიასთან გვაქვს ჩვენ შეხება. უბედნიერესი ადამიანი ვარ, ქალბატონანა. ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა აი ამ ბედნიერებისთვის, რაც ამ წუთას თქვენ ჩვენ მოგვანიჭეთ და აი უძვირფასესმა ცოლ-ქმარმა გუტკინებმა, რაც შექმნეს ეს საოცარი პროდუქტი. ყველას მადლობა.
მადლობა თქვენ მოსმენისთვის. მადლობა თქვენს ქალბატონო ნანი, ბევრი ადამიანი იტყვის ახლა ნამდვილად გუშინ ქალბატონმა რაია თქვა, ძმა ცოცხალი იქნებოდა, ალბათ ეს პროდუქტები რომ მაშინ ყოფილიყო და მე ძალიან ბევრი ახლობელი მყავს, ვინც სწორედ დიაბეტის გამო დღეს აღარ არის ჩვენთან ერთად და ზუსტად იგივე შეგრძნება დამებადა მეც რომ ყოფილიყო ლივგუდი მაშინ და მისია ეს შეუდარებელი პანაცეა პროდუქტი ალბათ ეს ადამიანები დღეს ჩემს გვერდით იქნებოდნენ. ესენი არიან ჩემი საყვარელი ადამიანები, რომლებიც დღეს ჩემს გვერდით არ არიან. ალბათ ნებისმიერ ადამიანს დაებადება იგივე შეგრძნება. თუ არის საშუალება, ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას ქალბატონო ნანა, თუ არა და დავიკავებ რიგს. რა თქმა უნდა, საშუალება არის, რა თქმა უნდა, უბრალოდ სტუმრებიც გველოდებიან და ამიტომ მე არ მინახი ხართ თქვენ უკაცრავად, გისმენთ. მოგესალმებით ყველას. ნანა, უღრმესი მადლობა აი ასეთი საოცარი თარგმანისთვის და პროდუქტის შემქმნელებს. უღრმესი მადლობა, გაოგნებული ვარ. ესეთი მარგალიტი რომ შემოიტანეს ამ პლატფორმაზე. ვიცით როგორი უნიკალური პროდუქციაა და კიდევ ეს დაემატა. არ ვიცი, რა ბედნიერი ვარ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, უკვე უნდა შევუკვეთო. ალბათ ყველა თქვენთაგანს ეს განცდა აქვს და მით უმეტეს თუ რაღაც ჯანმრთელობის მხრივ არის ისეთი პრობლემა, რომელიც პირდაპირ თქვათ აი ამ ანოტაციაში აისახება. და ერთ-ერთი დაავადება მომხდარ ყურში ეს არის ჰელიობაქტერია. ეს ვერაგი ბაქტერია, რომელიც თითქმის, არ ვიცი, შეიძლება ყოველ მეორე ადამიანს აქვს და არ იცის, რომ კუჭ ნაწლავში არის ესეთი ბაქტერია, რომელიც იწვევს კუჭის წყლუს, მჟავიანობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მისი დამარცხება ანტიბიოტიკებით არის მარტო შესაძლებელი, რომელიც ანგრევს ორგანიზმს. აი ზუსტად ეს ზვირფასი ზეთის კაფსულები აბათილებს, ასე ვთქვათ და აქრობს ამ ბაქტერიებს კუჭნაწლავიდან. სხვა დაავადებებს აღარ შევეხებით, თქვენს კარგად აღნიშნეთ ქალბატონო ნანა. მოგესალმებით, საღამო მშვიდობისა, მეგობრებო. აღფრთოვანებული ვარ ამ პროდუქტით. მე საკვები დანამატების, აი მოკლედ რა ვიცი, ფანი ვარ და განსაკუთრებით ლივგუტის პროდუქტი მართლა გასაოცარია. ეს პროდუქტი როგორც გამოჩნდა, როგორც განვიხილე ეს უკვე ცალკე კარგად გამოვწერე იმ წუთას. სასწრაფოდ, ესე იგი, რომ უნდა დამეტესტა, იმიტომ რომ ერთი სული მაქვს ახლა როდის ჩამომივა, რომ ჩემს ახლობელსაც მივცე და ჩემს ოჯახის წევრებსაც რომ დავალევინო, ერთი სული მაქვს როდის ჩამომივა ეს პროდუქტი და სხვა პროდუქტებიც უნდა გამოვწერო კიდე. ისე რომ დიდხანს არ შეგაწყენთ თავს, აღფრთოვანებული ვარ, კიდე გიმეორებთ, საკმაოდ ძალიან კარგი შემადგენლობა აქვს. ბიოქიმიური თვისებებით წავიკითხე და არაჩვეულებრივი პროდუქტია, მისი სანდოობიდან გამომდინარე, მისი გაწმენდიდან გამომდინარე, საკმაოდ ძალიან მაღალი პროდუქტია, ისე რომ მართლა თამამად შეგვიძლია მივირთვათ, მართლა საოცარი პროდუქტია. და გვაოცებს მართლა ლივგუდი სხვადასხვა პროდუქტებით და სულ ჩასაფრებული ვარ, როდის გამოჩნდება კიდე ახალი პროდუქტი. ისე რომ წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებთ უყველას, მეგობრებო. მადლობთ, ასევე თქვენს ქალბატონო მაია. ისმენთ ქალბატონო რაი. საღამო მშვიდობის, პიროფასო ქალბატონო, მშვენიერო ლიდერო, მოგესალმებით უყველას ჩათის წევრებო. მართლაც აღფრთოვანებული ვარ და ტირილითაც ვიტირე, რომ როგორც წუხელ ახლაც ისე გავიფიქრე, ნეტა ცოტა ადრე ყოფილიყო ეს ბიოდანამატები, ჩემი 42 წლის ძმა ცოცხალი იქნებოდა მეთქი ახლა და დიდი მადლობა ამისათვის, რომ ამდენ შრომობ ჩვენთვის ქალბატონო ნანა, ამდენს თარგმნი, ამდენ ამაგს გვიწევ თითოეულ ჩვენთაგანს დაგვეფასებინოს ეს თითოეულს. მე მაგალითად ბედნიერი ვარ ამ კომპანიის არსებობით და ხელაც აღნიშნე, აი ახლა რაც დაიდო ამასაც ერთ-ოთხ დღეში გამოწერას ვაპირებ, ჯანმრთელობა დაგვებრუნა მე და ჩემ მეუღლის აი ამ ბიოდანამატებმა და პირველ რიგში მადლობა ღმერთს, მადლობა ამ კომპანიის დამაარსებლებს, ამ პროდუქტების შემქმნელებს
ყოველ დღე გვაუცემს მართლა როგორც მოვისმინე ქალბატონა ნანა მართლა ყველაფრის მკურნალი ყოფილა სიკვდილის გარდა და ყველაფერსო განკურნავს მაშინ სიკვდილიც არ გველოდება ჯერჯერობით ალბათ და მართლა მშვენიერია ასეთი რაღაცა და მიხარია ძალიან და თითოეულ თქვენთაგანს წარმატებებს გისურვებ დაეფასებინოს ყველას ეს რასაც ჩვენთვის ბრძოლობ და ომობ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობისათვის და სულ წინსვლა და წარმატებები ქონოდეს თითოეულ ჩათის წევრს თქვენი თამადობით ქალბატონო ნანა მადლობა იცოცხლეთ მადლობა ქალბატონო რაია ჯანმრთელობას გისურვებთ მთელი ოჯახით ქალბატონო ნანა მართლაც დიდი მადლობა არ ვიცი რა ასეთი დიდი შრომისთვის იმ გაგებით რომ ჩვენ ენაზე მოგაქ ეს საუკეთესო ინფორმაცია სულ სხვა ძალა აქვს პირდაპირ ამ პროდუქტების შემქმნელებისგან რო ვისმენთ ასეთ რამეს და საერთოდ ლივგუდის პროდუქტი ყველა დამეთანხმება იმას რომ ეს არის უმაღლესი ხარისხის დანამატები ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და სწორედ ამის გამო გახდა ლივგუდის პროდუქტი ყველა ადამიანისთვის საოცნებო და მილიონობით ადამიანი უკვე ამ პროდუქტების მომხმარებელია ეს ყველამ კარგად ვიცით და რაც შეეხება ამ პროდუქტს მართლაც მოლოდის გადააჭარბა ისეთი პროდუქტი არის ეს აი აქაც კიდევ ჩვენ მოვისმინეთ და ყველაზე მეტი საოცრება ის არის ამ პროდუქტში რომ ეს თუ დღეს არსებობს ეს ბაზარზე ეს შავი ჯავზის ზეთების უმრავლესობა შეიცავენ აი როდესაც მას სიღრმისეულად ვეცნობოდი ძალიან მნიშვნელოვანია და გამაოცა რომ ესე იგი შეიცავს ეს სხვა ზეთების უმრავლესობა 0.3%-ზე ნაკლებ თიმოქინონს და ეს პროდუქტი რომელიც ლივგუდმა გამოუშვა ეს ჩვენი ახალი პროდუქტი 5% თიმოქინონს შეიცავს იცით ეს რას ნიშნავს საოცრება ესე იგი ეს 15-ჯერ უფრო ეფექტიანია ბევრ სხვა ზეთთან შედარებით და სწორედ ამაშია ამ პროდუქტის ძალა რომ საოცარ შედეგს დადებს და ყველა ადამიანს გაახარებს და მართლაც ეს ისეთი დიდი პრობლემაა დღეს 21 საუკუნის ტკივილია ეს ყველასთვის შაქრის დიაბეტი რომლის გამოც ადამიანები გაწამებული გატანჯული და თითქოს და უიმედობა არის ამ დაავადებასთან ბრძოლაში მართლაც დიდი მადლობა ამ პროდუქტების შემქმნელებს დიდი მადლობა ამ კომპანიას მადლობა ქალბატონო ნანა იმ გაგებით რომ ჩვენამდე მოვიდა ეს ინფორმაცია და ხელმოსაწვდომი გახდა ქართველი ერისთვის ასეთი უნიკალური პროდუქტები მადლობთ ქალბატონო დალი ჯანმრთელობას გისურვებთ ქალბატონ თუ არ ვსდები თეა ბობუხიძე სურდა გასაუბრება ქალბატონ თეას გაუხსენით მიკროფონი თუ შეიძლება მოგესალმებით ყველას დიდი მადლობა რომ მომეცით შესაძლებლობა ორი სიტყვა მეც ვთქვა შავი ჯავზი ბუნების სასწაული მართლაც რომ საოცარ პროდუქტთან გვაქვს საქმე განსაკუთრებულ მადლობას უხდი ლიზა და რაიან გუტკინებს ვინც შავი ჯავზის სარგებელი ჩვენამდე მოიტანეს მათი შრომა და თავდადება სიყვარულით გაზიარებული გამოცდილებაა ჩვენთვის და ეს ნამდვილად საჩუქარია მე მაქვს ავტოიმუნური დაავადება რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას მირთულებს როცა გავიგე შავი ჯავზის შესახებ სიხარულის ცრემლები მომდიოდა და ახლაც მომდის ამ წუთას ვერ ვიკავებ თავს ასევე მაქვს ინსულინ რეზისტენტობა ყველაზე ურთულესი დაავადება ისაუბრა ნანა მამაზე თუ რას აკეთებს ეს ორგანიზმს ანგრევს უჯრედულ დონეზე ჯერ არ მიმეღია შავი ჯავზი რა თქმა უნდა გამოწერილი მაქვს მაგრამ უკვე მომცა ყველაზე ძვირფასი იმედი მადლობა ყველას ასევე საქართველოში შემომტანს განსაკუთრებით ნანა შენ მინდა მადლობა გადაგიხადო განსაკუთრებით რომ ჩვენ სიცოცხლის ახალ ძალას გვჩუქნით აი ამ საოცრება პროდუქტით ეს ჩემთვის მართლაც რომ ნამდვილი სასწაულია ეს საჩუქარი ყველასთვის არის ხელმისაწვდომი და ბედნიერება იქნება ის რომ ყველა მართლაც რომ გამოიყენოს თუნდაც ეს მაინც კი არა ეს არის განსაკუთრებული მართლა საჩუქარი გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას დავაფასოთ ბუნების სასწაულები გავზიაროთ ისინი ჩვენ ყველამ ერთმანეთს ჩვენ მართლაც რომ შევძლებთ ერთად დგომით რომ ეს ბუნების საჩუქარი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს
გილოცავთ ყველას ამ მეც საოცრებას. გილოცავთ ქალბატონო თე ამ ბედნიერებას და ვიმედოვნებ რომ ეს პროდუქტი თქვენს ცხოვრებაში თქვენს აი ამ პრობლემებს სამუდამოდ დაუსვავს წერტილს და ჯანმრთელობას და ბედნიერებას მოგანიჭებთ. მართლაც ასე, აი ძალიან დიდი იმედი განწყობილი არ მივატოვებ, ესე იგი დანიშნულების მიხედვით ამის მიღებას და რა თქმა უნდა ძალიან დიდი შედეგი უნდა დავტო. ღმერთის დახმარებით და ასევე თქვენი დახმარებით და რა თქმა უნდა ამ საოცარი პროდუქტის დროულად მიღებით. აი ძალიან გახარებული ვარ. არაფრის არ მეშინია უკვე, არანაირი დაავადების. დიდი მადლობა. ყველას დიდი მადლობა, ყველას გილოცავთ. ბედნიერება მოვიდა ნამდვილად ჩვენს ოჯახებში. მოგესალმებით ყველას. ნამდვილად ვიცით რომ ლივგუთს აქვს არაჩვეულებრივი ბიოდანამატები და ისიც ვიცით რომ სტუმრების ნაწილმა არ იციან რომ ეს ბიოდანამატები ძვირფასო სტუმრებო მხოლოდ ხელეწიფებოდათ მილიონერ ადამიანებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს მართლაც ბედნიერება და ფუფუნება იმისა, რომ ჩვენ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი შევიძინოთ 75%-იანი ფასდაკლებით. ფაქტიურად საწყობიდან როგორც არის შესაძლებელი, როგორც გამოდის აი იმ ფასში ვყიდულობთ. საოცარ დაბალ ფასად ვყიდულობთ უმაღლესი სუპერ პროდუქტს. და მართლაც შავი ჯავზის ზეთი ეს ძალიან ბევრს გაგვიხარდა, იმიტომ რომ მას ასეთი ინსტრუქციაში ასე უწერია, რომ სიკვდილის გარდა ყველაფერს შველის, ხო? აი ეს სიტყვები უკვე ყველაფერზე მოწმობს, ხო? სიკვდილს ვერავინ ვერ გაექცევა, ეს საშინელი მტერია, მაგრამ ის რაც ჩვენს სიცოცხლეში არსებობს, დაავადებები და რის მიმართაც მედიცინა ფაქტიურად უძლურია, იმიტომ რომ დღეს დაავადებები ისე სწრაფად იზრდება, რომ მედიცინა უკან მიჩანჩალებს, ასე ვთქვათ. ეს არის სასწაული პროდუქტი ყველას გილოცავთ ძვირფასებო ყველას და სასწრაფოდ უნდა გამოვიწერო ერთი არა, ორი უნდა გამოვიწერო, იმიტომ რომ ოჯახში სხვებსაც შევახვედრო. ორმესი მადლობა ასეთი თარგმნისთვის, იმიტომ რომ ინგლისური ბევრმა არ ვიცით და ესეც დიდი ფუფუნება თქვენგან რომ ასეთი თარგმანი გვაქვს ყოველთვის. ჩვენ არა გვაქვს პრობლემა, რომ ვაიმე Zoom ჩართვა ინგლისურად და ვერაფერს ვერ გავიგებთ. თქვენ ყავხართ აქ მაშვილი ძალა. გიწმეთ ქალბატონოლია. ნამდვილად სასწრაფო დახმარებაა. ეს ჩვენი პროდუქტები და ყოველთვის ვამბობ, რომ მე მაქვს სახლში ფუფუნება, რასაც ქვია ლივგუდის პროდუქტების სახით. 2 დღის წინ, 2-3 დღის წინ ვიყავი ისეთ წრეში, სადაც ვირუსი ჰქონდათ რა, ძალიან რთული და რომ მოვედი, მეც ვერ ვიგრძენი თავი. როგორც იცის ვირუსმა შემაცია, სიცხე მქონდა, ძალიან ცუდად ვიყავი. იმ წუთას ყველაფერი მაქვს თითქმის სახლში ყოველთვე ვიწერ. ფაქტორ 4 გავხსენი მივიღე, ორგანული ბოჭკო სუპერწითელთან ერთად, CBD-ის ზეთი თითო წვეთი სასუნთქ გზებზეც ცხვირში ჩავიწვეთ და გრევე ხსნის და ერთი დღე ვიყავი ცუდად. მეორე დღეს არ ვიცი, მართლა ბედნიერება, როცა ამ ვირუსით 5-6 დღე იტანჯებიან და აღარ იციან რა ქნა და რა მიიღო. ერთ დღეში გამოვკეთდი. მართლა სასწაული პროდუქტია და მართლა მადლობა რა დამფუძნებლებს, მადლობა ამ პროდუქტის შემქმნელებს. ეს საოცრება მოვიდა ჩვენამდე, მადლობა მართლაც რა. აი, აღფრთოვანებული ვერ მალა, აღფრთოვანებას იმდენად კარგი შედეგი მომცა ასე სწრაფად. კი, ზუსტად მეც მქონდა ზუსტად ესეთი პრობლემები, მე თუ შემეყარა რაღაც, ეს ერთი თვე უნდა გაგრძელებულიყო მინიმუმ. და რაც ამ პროდუქტებს ღებულობ, ფაქტორ 4, როგორც კი არც მჭირდება ეს CBD-ის დანარჩენები, უბრალოდ ფაქტორ 4 სვავ და მეორე დღეს ვდგები თითქოს არაფერი არ მოხდა. აი ისე. ფაქტორ 4 ყველას უნდა ჰქონდეს ოჯახში. აი ყველას უნდა ედოს ფაქტორ 4 არის საოცრება. ნუ ყველა პროდუქტი საოცრება, მაგრამ ეს ფაქტორ 4 არ ვიცი, სასწაულია მართლაც. ყველა კი არ ქვია, ბუნებრივი ანტიბიოტიკი.
ყველაფერი ნამდვილად. მოდის, ანთებიდან ახლა მე მოდის. მგონი ეს ბოლო პროდუქტი არ ვიცი იქნება, ანუ ყველა პროდუქტს რო გადააჭარბებს ყველა ზომას ალბათ. ეცე უკეთესია. მათ ერთი შური მაქვს, მეც გამოვიწე. კი, ამ პროდუქტმა, ჩვენმა პროდუქტებმა, ორშაბათს საერთოდ არ ვიცი, გაგვაოცა სიტყვა, რომ თქვა, შეიძლება ითქვას, რომ არაფერი არ ვთქვი. ისეთი რაღაც შედეგები დადო საერთოდ ამ პროდუქტმა, რომ არ ვიცი საერთოდ სოფლიოში თუ კი სადმე არსებობს მსგავსი რაღაცა. ნამდვილად არა მგონია. გისმენთ ქალბატონო მაგ. საღამომში დობის მეგობრებო, მოგესალმებით ქალბატონებო. კიდევ ერთხელ არ ვიცი ხუთბას შევასხავ კი არა ამ კომპანიის უკიდურესად მადლობა დამაარსებლებს, დანამატების შემქმნელებს. თქვენ უკიდურესად მადლობა ქალბატონო ნანა ესეთი აღწერისთვის, ესეთი დახასიათებისთვის დანამატის კაკალ, რასაც ქვია, რისთვის არის კარგი, რისთვის არის საჭირო დოზირება, ვინ არ უნდა მიიღოს, მი როგორ უნდა მიიღოს, ესეთი აღწერა კი არის კაბინეტებში, მაგრამ იმდენად გულდასმით აღწერეთ, რომ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება ამ ახალ პროდუქტს, აუწყნავი ოქროა, იმი ესე დავარქმევდი როგორც ზოგადად ლივგუდის ყველა პროდუქტს, მაგრამ ეს ალბათ ყველა რეკორდს მოხსნის. მე პირადად ჩემებთან თუ მაქვს საუბრები, შეხვედრები და რამე ყველას ვეუბნები გუშინ ვლაპარაკობდი კიდევ, არ ვიფიქროთ ეს იყოს რაიმე წამლის მაგვარი, ეს დანამატები, ამას არ ქვია წამალი, ეს არის პროდუქტი, რომელიც მუშაობს ადამიანის ორგანიზმის ყველა ორგანოზე. სასწაულად აჯანსაღებს, მოყავს რიტმში და უბრუნებს თავის ფუნქციას, რომ კარგად შეასრულოს ეს ფუნქცია და იყო ჯანმრთელი. აღარ მიხვიდე ექიმთან და აღარ დაგჭირდეს აღარაფერი. აი ამას აკეთებს ეს ყველაფერი, რაც ყველაზე მთავარია. ამიტომ ეს ყველაფერი იმდენად უნდა გავითავისოთ და გათავისებულიც აქვს ყველას, არავის აქ დავსწრეს საზოგადოებას დარწმუნებული ვარ, არავის არ ეშლება რა და როგორ, მაგრამ ფართო საზოგადოებამდე კიდე როგორიმე გავშალოთ და გავიტანოთ მით უმეტეს საქართველოში ისეთი საშინელებები ტრიალებს ჯანდაცვის და ჯანმრთელობის კუთხით. აი ყველას უსურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ვისაც აკლია ეს აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გადადო გვერდზე ადამიანმა და ეს დანამატები სახლში უნდა გქონდეს. არაფრის აღარ მეშინია ამ ქვეყანაზე, არაფრის, იმიტომ რომ რაღაცა აი უბრალოდ წამომტკივდება, მე ხოლმე გუდის დანამატები მაქვს, ვისი მეშინია. ასე უნდა იყოს ყველა ოჯახში, პატარადან უხუცესამდე. წარმატებებს გისურვებთ, ყველაფერს საუკეთესოს, კიდევ და კიდევ დიდი მადლობა ქალბატონო ნანა, დიდი მადლობა გუტკინებს და მთლიანად გუნდს, ლივგუდის გუნდს. მოგესალმებით. შეიძლება მეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას. კი, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ამ დაწვრილებითი აღწერისთვის ნანა. ძალიან ყოველთვის შრომობ ჩვენთვის ასე, რომ ყველაფერი გასაგები იყოს და გვიღეჭავ როგორც იტყვიან. მე ისე მიხარია ამ პროდუქტის გამოსვლა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რადგან ცოტა შაქარი მომატებული მაქვს და პროდიაბეტიკი მაქვს, ასე ვიტყვი ჩემ თავზე. და ძალიან გამახარა და გამაბედნიერა, თან იმის შიში ყოველთვის მქონდა, რომ ჩემი დედაც ამ დიაბეტმა მომიკლა 70 წლის ასაკში. ჩემი თვალით უყურე რა უბედურობა არის, როცა დიაბეტი გაქვს, როცა გინდა რაღაცა ჭამო, ვერ ჭამ, ხალხოთ ემოციებით აღარ ახსოვს და აღარ შემიძლია საუბარი. ძალიან ცუდია ყოველ შემთხვევაში, მეც მაგის სინანულის გრძნობა გამიჩნდა, რომ ნეტა ადრე შემოსულიყო ეს პროდუქტები და დედა ჩემიც გადარჩენილიყო ამ უბედურებისგან, მაგრამ უფლისნება არის ყველაფერი და დღეს მადლობა იმისთვის, რომ მე აღარ მეშინია უკვე ამ რაღაცის და ყველაფერი კარგად იქნება და ყველას გილოცავთ მეგობრებო, რომ ასეთი პროდუქტი გვიკავია ხელში. მართლა მთელმა მსოფლიომ უკვე გაიგო, რომ ლივგუდის პროდუქტებმა მთელ მსოფლიოში უკვე უამრავი ადამიანი გააბედნიერა და
ახლა ჩვენც საქართველოშიც გვეშველოს იქნება ცოტა გამოვიფხიზლოთ, ცოტა ვიმოქმედოთ, გადავდგათ ნაბიჯები და ყველა კარგად ვიქნებით და ჯანმრთელად. მადლობა ყველას, მადლობა ლიზას და რაიანს, რომ ასე შრომობენ ჩვენთვის თავდაუდებლად, მართლაც. არ ვიცი, როგორ თქვა, ესეთი ბედნიერი ვარ ამ ხალხს რომ ხედავ, როცა საუბრობენ. სულ ყოველთვის კაი რაღაცებს ველოდები მაგენისგან და ნანა რო გვითარგმნის, ძალიან დიდი მადლობა ნანა. საყვარელო, ძალიან მწუხვარი, მამბით რაც თქვი ახლა, ძალიან მტკივნეულია ეს მომენტი, მაგრამ ის რას ვიზავთ, ცხოვრება გრძელდება, ეს ტკივილია ძალიან დიდი და ეს ტკივილი არ ნელდება, რომ ამბობენ ნელდება, ნამდვილად არ ნელდება, იმიტომ რომ საყვარელი ადამიანი რომ არ ყავს გვერდში, ის არ შეიძლება რომ შენელდეს, გასაგებია, მაგრამ შენ მაინც მოგისწრო ამ პროდუქტმა და მოხარული ვარ, ბედნიერი ვარ და შენც გილოცავ ჩემო ძვირფასო. მადლობა ნანა, გაიხარ. ნანა, მეც მინდა ვთქვა ერთი-ორი სიტყვა, განსაკუთრებით ორშაბათის აქეთია როგორ ავარ ჩვენი შედეგებით. დიდი მადლობა მინდა პირველ რიგში გითხრა აი ამ დღევანდელი დღისთვის, დღევანდელი ჩარქვისთვის, ამ თარგმანისთვის. დიდი მადლობა ლიზას და რაიანს აი კიდევ ასეთი პროდუქტის შექმნისთვის და რა ვიცი სიბიდოს ზეთის შემდეგ თუ რაიმე გამაკვირვებდა კიდე არ ვიცი და რა ვიცი ძალიან აღფრთოვანებული ვარ. ჩემი გოგოსავს ახლა ორგანიკას და ანუ ძალიან კმაყოფილი არის კუჭნაწლავის პრობლემის მხრივ რა. და რა ვიცი აი ჩემი ბიჭი შედეგებიც ხო ორშაბათს გავაჟღერე როგორიც იყო სიმსივნუს დაავადებასთან დაკავშირებით. ასე რომ ახლა ამასაც გამოვიწერთ და რა მომეწონა კიდე აქ ნანა ძალიან რომ აი კაფსულაში რომ არის აი ეს ზეთი. კაფსულაში ხო აი ეს ხაზგასმით თქვეს ამაზე რომ ეს უპირატესობა ასე რომ არის და ეს კარგია პირიქით. ხო. მადლობა კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი ბედნიერებაა და ბედნიერებაა ჯერ ერთი ის რომ ჩვენ მოგვეცა იმედი პირადად ჩვენი ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ და ასევე ის რომ ადამიანებს დავეხმარებით. ეს არის უდიდესი ბედნიერება, იმიტომ რომ ვიცით რომ გაცემა მეტად ნეტარება ვიდრე მიღებაო. ნამდვილად გეთანხმებით. ქალბატონი მინდა შევეხო ვინ არის აბა ერთი წამით ძალიან ხუმრობით დაიწყეთ და მინდა რომ შევეხო მეც ძალიან მისიამოვნე რაიას თმების ხათაშორის რომ ვნახე გამიკვირდა მეთქი ამ ადამიანს რატო აქვს ესე თმები თქო და კოლაგენი მუშაობსო ნახეთ თმის სტრუქტურაც შეუცვალა ფერიც შეცვლილი აქვს და არ ვიცი აი კოლაგენი ხო საოცრებაა კიდე რომელი პროდუქტი არ არის კარგი მაგრამ კოლაგენს გაუკეთებია ის ყველაფერი ისე გაუზარდა თმა საჭრელი აქო დასცინო და ლიზა კი კარგით მეგობრებო მე მგონი საკმაოდთვის არა ქალბატონი ნათი ერთი წუთით მიცეთ სიტყვა ისმეთ ქალბატონი ნათია მოგესალმებით ყველას მართლაც ძალიან მოხარული ვარ ნანა უღრმესი მადლობა მოკლედ არ ვიცი რა ალბათ უნდა ვილოცოთ თემას საქართველოს და თემა მათგანდებელმა ჩვენზე მე დიაბეტი მაქვს აგერ 5 წელია დატანჯული ვარ რის მხრიდან მეორე რეზიდენტი ვარ მეორე ჯგუფის რომ დავჯდებით ახალგაზრდებისადმე ყველა რაღაცა შეჭამს ყველში ხარ ავსუსული მარტო წყალს ვაავ ხო და ისე უხერხულში ვარ ხოლმე რო არ წახვიდი არ შეიძლება წახვალ და უხერხულში ხარ მე ის გოგოების უხერხულში არიან და როგორც კი გავიგე ვინცოთას გამოვიწერე მე მგონი 1-5 დღე აკლია და მომივა მეც ეგ პროდუქტი და ძალიან მოხარული ვარ ძალიან კარგი გილოცავდი მე დედაჩემი გარდაიცვალა 5 წლის უკან ჩემ ხელში აგერ ხან ქალბატონმა ახსენა მივხვდიო რა ძნელი ყოფილაო დედაჩემიო უყურეო დედაჩემსაც დიაბეტი ჰქონდა და ინსულტი დაემართა აი უცბად ქალს
ჭამდა საჭმელს და უცბად შეიქნა ცუდად და დაიმართა ინსულტი შაქრისგან. ძალიან საშინელებაა, ძალიან. არავის ტერსაც არ უსურვებ, ტერსაც და იმხელა იმედი ჩამედო, იმხელა იმედი მომეცა, რომ არ ვიცი რა, როდის მომივე ერთი სუნი, აქ უღრმესი დიდი მერთმა იმედი არ მოგიშალოთ ქალბატონო ნათია. მერთმა იმედი არ მოგიშალოთ. გაიხარეთ, დიდი მადლობა. იცოცხლე, გაიხარეთ. გილოცავთ, ყველას გილოცავთ, ვისაც ეს პრობლემა გაქვთ, ნამდვილად გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო. კი, მოსალოცია ნამდვილად. საშინელება, დიაბეტზე საშინელი არაფერი არ არის. კი, სიწვევს ასევე იმ გვერდით მოვლენებს, ზუსტად რაცაც საშინელება ქვია. აი კიდე სიტყვას ვიტყვი კიდე. ჩემ ბიძაშვილს ადრე ახალის რო ვიყავი შემოსული, ერთხელ კილფის არ გემახსოვრებათ ახლა ყველასაც დაიმახსოვრებ. ბავშვი იყო და დაემართა რა, ჭის წამალით მოწამლეს კარტოფილი. და მან გადაკრიფა მე და ხელები როგორ ჩანს კარფათ არ დაიბანა. და შეეჭრა ამბავს ინფექცია ორგანიზმში, სისხლშია ინფექცია და კვერცხი არ ეჭმევა, არდის ნაწარმი არ ეჭმევა, ხორცი ქათმის ეჭმევა მარტო და საქონლის ხორცის. ყველაფერი აქვს ამოღებული საერთოდ ზიდან, მინიმუმიდან. ხო და მე მგონი მაგანაც რომ მიიღოს ეს პროდუქტი მე მგონი ეგეც განიხურნება რაღაც და გადაუგზავნო აუცილებლად ისეთ ჩამიჩნდა იმას. ნუ ამ პროდუქტზე ნათქვამ თქვეს უკვე რომ ფაქტიურად ყველაფერს შველის. აქ რაც ჩამოთვალეს გუტკინებმა არაფერი არ დარჩა, რაც არ ჩამოთვალეს. ყველაფერი თქვეს. სისხლის ორგანიზმის გაწევი სუპერმწვანე, სუპერ წითელი ბავშვი არის, ხა წითელს არ მიიღებს, მაინც ახალგაზრდის საფასთან ცოტა თუდად ითმის თქვენი ხმა ქალბატონო ინტერნეტი მაქვს, ინტერნეტი. ხო და აი კარგი იქნება მართლა ეს პროდუქტი მაგისთვის რომ ვირუსებს და იმასაც კლავს და მე მგონი კარგი იქნება აუცილებლად. კარგით, მადლობა ჩართვისთვის, გისურვებთ ჯანმრთელობას, მოხარული ვარ და გილოცავთ ყველას აბსოლუტურად. მე ვიცი რომ ლამის ისეთი სიტუაცია, რომ ოჯახში ლამის ერთ ადამიანს ყველას აქვს ეს საშინელება და არ ვიცი, მადლობა ღმერთს პირველ რიგში, მადლობა მართლაც ამ ადამიანებს, ვინც იზრუნეს მართლაც ადამიანებზე, გუტკინებს და საერთოდ ჩვენ კომპანიას ზოგადად ყველანაირად მადლობას ვუხდი და ჩვენ დაგეგმილიც კი გვაქვს სალიდეროში, რომ ერთი რაღაცა ძალიან დიდი სამადლობელო წერილი მივწეროთ საერთოდ, რომ არსებობენ ეს ადამიანები ამ დედამიწას. და აი ესეთი ბედნიერება მოგვანიჭეს. კარგით, ჩემო ძვირფასებო, ამაზე დავასრულოთ ჩვენი შეხვედრა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ბედნიერებას და გისურვებთ იმას, რომ შემდეგ შეხვედრებზე სულ გახარებულები მოსულიყავით და თქვენი საუკეთესო შედეგები გაგეჟღერებინათ. ჯანმრთელობა. კი ბატონო, წარმატებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ. ქალბატონ ლიას ქონდა, ხელი აქვს აწეული, იქნებ რისი თქმა უნდა, ქალბატონ ლია ბაბი. არ ვიცი, არ მინახია რა თქმა უნდა ახლავე. არ ქონდა აწეული, ხლა აწია როგორც აჩანს. კიდევ არის მსურველი, გისმენთ ქალბატონო ლია? გესალმებით ყველას. მადლობელი ვარ ამ შესანიშნავი პრეზენტაციისთვის. მაგრამ მე რა მინდოდა მეთქვა იცი, აი მე მყავს სტუმარი მოწვეული და ხელს იწევდა ეტყობა შეამჩნიეთ. მარიკა ბარბაქაძე და თუ შეიძლება გაუხსნათ მიკროფონი. არ ჩანდა აქ ფაქტიურად კარგად ჩანს ხოლმე ყოველთვის ლურჯად ხელის დაწევა, მაგრამ არაფერი არ ჩანდა და იმიტომ გადავწყვიტე დავემშვიდობო. აი ხა აუცილებლად არის ასევე ქალბატონი ნინო ტუტბერიძე იქნება შემდეგი. აბა კიდევ ერთხელ გამიმეორეთ სახელი, მოდერატორებს ვთხოვ რომ დამეხმარონ. მარიკა ბარბაქაძე, მაგრამ მე მგონი ახლა თუ კიდევ ბარბაქაძე. დიახ. ეხლავე ერთი წუთით დამეხმარეთ გოგოებო თუ შეიძლება. მარიკა ბარბაქაძე. ქალბატონო მარიკა, თუ შეიძლება დააწექით მიკროფონს, რომ გამოჩნდეს თქვენი ხელის აწევა. არ ჩანს.
არც ჩანდა წეღან სხვათა შორის. ეხლა გესმით ჩემი ქალბატონო ნანა? კი, მესმის. ქალბატონო ნანა, საღამო მშვიდობის გისმენთ დიდი გულის ყურით. სიდან დავიწყო არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის. 1 წელი ვარ გაწევრიანებული ლივ გუჩი, ყველა დანამატის. მე თვითონ ვღებულობ. საოცარი დანამატი. დღეს აღფრთოვანებული ვარ ამ თქვენი გადაცემით. ჩემ ქალიშვილს 12 წელი არ ყავდა შვილი. ეხლაც ხრემლებს ვერ ვიკავებ რო ვყვები. წამოვიყვანე იტალიაში, მე თვითონ ეხლა იტალიაში ვარ, იქიდან გესაუბრებით. აქ დიდი თანხა შეაგროვა ვითო. იქ ჩვენ საქართველოში არაფერი არ შეიქმნა. მერე დაფეხმძიმდა 12 წლის მერე ტყუპებზე. რაც შეეხება თან დაემართა დიაბეტი. მისმენთ ალბათ ხო, ნანა, ქალბატონო? კი, მესმის, რა თქმა უნდა, ქალბატონო. ეს დიდი ჩემთვის აქ იტალიაში დიდი საშინელება იყო. უფლის შვილი ვარ და ჩემი შვილიც უფლის შვილია. და სულ ლოცვით და კურთხევით ეს 12 თვე ასე ამ დიაბეტთან ერთად ვიბრძოდით. დღესეც ჩემი შვილი ინსულინის იკეთებს ნერსის. სიხარულიდან ამ საღამოს თქვენ რო გისმენთ, სულ კანკალებს სიხარულიდან. ჩემ შვილს ამ დანამატს რო გაუგზავნე საქართველოში, ბედნიერი დედა ვიქნები. დღეს 3 წლის ტყუპები ყავს, გოგოები. უფლის საჩუქარი. მე 6 წელი ვმუშაობ იტალიაში, სულ აქედან კოცნის სურათებს უგზავნა. უფალს მადლობა ყველაფრისთვის. ძალიან მიყვარხართ. ძალიან მეიმედებით, ჩემ სამეგობროს თუ კი ვინმე, ნახე, ყველას ვთხოვ, რომ ჩემ გვერდით დადექით, ყველა მიიღეთ ეს დანამატი. საოცარი დანამატი. ყველა, აბსოლუტურად, ლივგუდის დანამატი. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ჩემო მეგობრებო, ყურადღებისთვის. დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ღვთისმშობელმა დედა. გაკოცეთ ბევრი. მე ერთმა დაგლოცოთ თქვენც, მადლობა ქალბატონო ნინო ამ გაზიარებისთვის და ვუსურებ თქვენ ქალიშვილს ჯანმრთელობას. გაიხარეთ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, ძალიან დიდი. მე შევიძენ. ოდა ჩემ შვილს აუცილებლად გაუგზავნე საქართველოში. დაგლოცოთ ყველანი უფალმა და გაგაძლიეროთ, ყველას წარმატებებს გისურვებთ. ასევე. უღრმესი მადლობა. გაიხარეთ, თქვენც მადლობა, გაიხარეთ. გოგოებო, მოვძებნეთ ის ქალბატონი? არის აქ ჩატში? არ არის, ნანა, არ ჩანს ჩატში. ქალბატონო ლია ხო? თუ შეიძლება თქვენს ახლობლებს, თქვენს მოწვეულს უთხარით, რომ რა ვიცი, თუ აინტერესებს რამე შემოვიდეს და დასვას კითხვა, რა ვიცი. ნამდვილად არ გვინახია, ბოდიშს ვიხდით, რომ გვენახა აუცილებლად ყველას ვაძლევთ სიტყვას, ჩვენ არავის არ ვზღუდავთ, რა თქმა უნდა, პირიქით ყოველთვის ვეუბნებით, რომ ჩაერთეთ. წუხარო ამჟამად არ არის. ის ქალბატონიც გავიდა, ისიც არ ჩანს, როგორ ჩანს საუბრობენ, რა ვიცი. ხო, როგორც აჩანს, ხო, არაჩანდა რეალურად, ეთყობა არ ქონდა ხელი აწეული, არ ვიცი, რომ გამოჩენილიყო, აუცილებლად ვნახავდი. კარგით, მაშინ დავასრულოთ და ალბათ შემდეგისთვის დასვავს კითხვას თუ რამე აინტერესებს. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, წარმატებას გისურვებთ და კიდევ ერთხელ გულწრფელად გილოცავთ ამ უდიდეს ბედნიერებას, ამ უდიდეს წარმატებას. ლივგუდი ისედაც ქუხდა აქამდე და ეხლა მე მგონი მთელ სოფლიოს მართლა, სოფლიოს იქით თუ კიდე რამე სამყარო არსებობს, ალბათ იქაც მიწვდება უკვე ლივგუდის ხმა. ისეთი რამეები ხდება აქ. კარგად ზანდებოდეთ, მადლობა ყურადღებისთვის და ყველას გილოცავთ და ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას. კარგად იყავით.